მოგესალმებით ავსტრიიდან, მისი დედაქალაქ ვენიდან. მე ხლა ვიმყოფები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფისთან, სადაც ქართულმა სათვისტომომ მორიგი საპროტესტო აქცია გაამართა და მოუწოდა ევროპელ დიპლომატებს, რათა მათ დაგმონ საქართველოში მიმდინარე რეპრესიები, ასევე მოთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. და ჩვენ უცხადებთ სოლიდარობას იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის იბრძვიან საქართველოში. ჩვენ მათ გვერდზე ვართ და გავიმარჯვებთ სახელოვნად. დღეს აქ ვენაში მცხოვრები ქართველები შევიკრიბეთ ზუსტად იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ დღევანდელი რუსული რეჟიმი საქართველოში. ყოველი მათი აქტივობა საქართველოში ნიშნავს რუსეთთან დაახლოებას, იმიტომ რომ ახლა ქვეყანა ნამდვილად იმართება რუსული მეთოდებით. დღეს აქ შევიკრიბეთ ზუსტად იმიტომ, რომ ეუთოს მივაწვდინოთ ხმა და უფრო გაძლიერდეს ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მათ ჩანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც იმედი მაქვს, რომ ჩატარებული იქნება უკვე შესაბამისი კანონმდებლობით, სამართლიანად, ობიექტურად არჩევნების ყველა პრინციპის დაცვით, აღარ განმეორდება ის შედეგები, რაც იყო წინა არჩევნებზე, ყველას კარგად მოიხსენება, რომ ორცნებამ დაიმატა სულ მცირე 300,000 ხმა თავის შედეგში, შესაბამისად ის არჩევნები ორი გამოხატავდა ქართული ხალხის ნებას და მე მჯერა, რომ საერთაშორისო ზეწოლით და ქართული ხალხის ამ აღდგინებით ახალი არჩევნები ჩვენ აუცილებლად გვექნება 2025 წელს. ყოველთვის მინდოდა საქართველოს თავისუფალი ყოფილიყო 1987 წლიდან, როცა უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, ფეხი შევდგი, მაშინ დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ყოველთვის ვიყავი გარეთ. ჩვენ ვიყავით ის პირველები, 9 აპრილი, ის ყველაფერი ჩემ თავზე გადაიარა და იმდენად აქტიურები. ეს მონოპოლარი ეხლა ისე უკან, როგორც ოდნოსზე დადებული. მიართვა რუსეთს, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ და ამიტომ ძალიან გული მტკივა ასეთი უაზრო და ასეთი თავხედური ნაბიჯისა ჩვენი დღევანდელი მთავრობის და მადლობა ყველა ახალგაზრდას, ვინც იქ გეხართ და სოლიდარობას გიცხადებთ აქედან ევროპიდან. ამასთან ერთად მინდა გავუწყოთ, რომ ავსტრიის ჟურნალისტთა კლუბმა, რომლის წევრი მე გახლავართ, სხვა ევროპის 10 ჟურნალისტთა ფედერაციასთან ერთად მიიღეს საერთო განცხადება, რომელშიც ისინი გმობენ საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს, მათი ტექნიკური საშუალებების განადგურებას და თხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ უზრუნველყონ სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფალი მუშაობა. ავსტრიის ჟურნალისტთა კლუბის და სხვა 10 ევროპული ფედერაციის განცხადებას ამ ტექსტ და მის თარგმანს ქართულად მე განვათავსებ ჩემს Facebook გვერდზე და კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებო, თქვენ მარტო არ ახართ, ჩვენ ემიგრაციაში ყოფი თქვენი კოლეგები გვერდში გიდგევართ და ასე ნაბიჯ ვაყალიბებთ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს იმის მიმართ თუ რა ხდება დღეს საქართველოში და მგონია, რომ ეს ერთობლივი ხმა და ზემოქმედება თავის შედეგს გამოიღებს.